3 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საწმისის სამშვიდობო შეთანხმება ახლა დასრულების ეტაპზეა. Donald Trump, Benjamin Netanyahu, ASHS-ის პრეზიდენტი, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, რომლებიც თებერვალში შეხვდნენ და შესაძლოა მომავალ ომზე მსჯელობდნენ. ეხლა გადავიდეთ მაისში, როდესაც ისინი შეთანხმების გატანას აპირებენ, რომელიც ომს ასრულებს, თუმცა საკვანძო საკითხებზე ცოტა დაპირებაა. მნიშვნელოვანი პროგრესი მიღწეულია, თუმცა საბოლოო არა. მთავარი მიზანია, რომ ირანს არასოდეს კონდეს ბირთვული იარაღი. ირანს არასოდეს უნდა კონდეს ბირთვული იარაღი. პრეზიდენტი ამ საკითხზე მკაფიოდ საუბრობს. მათ არასოდეს ექნებათ ბირთვული იარაღი. როგორც ვაშინგტონი, ასევე თეირანი აცხადებენ, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმი წინ მიიწევს. ორივე მხარე აცხადებს, რომ ეს გახსნის ჰორმუზის სრუტეს. რაც გაურკვეველია არის ის, ექნება თუ არა ირანს მომავალში მისი დახურვის უფლება. ასევე სადავოა 440 კილოგრამი მაღალგამდიდრებული ურანის ბედი, რომელიც ირანმა შეიძლება ბირთვული ბომბების შესაქმნელად გამოიყენოს. ისრაელის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ტრამპმა პირობა დადო საბოლოო შეთანხმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოაწერს ხელს, თუ ეს ურანი გადაეცემა, რაც ნიშნავს, რომ ახლა ხელმოსაწერ შუალედურ შეთანხმებაში ეს საკითხი ღიად რჩება. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ეტაპზე პრიორიტეტი და ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ საკითხზე, რომელიც ყველასთვის სასწრაფოა. ომის დასრულებაზე ყველა ფრონტზე და ხაზგასმით ვამბობ, მათ შორის ლიბანშიც. ვაშინგტონში ზოგიერთი რესპუბლიკელი ამ შეთანხმებას გმობს. სენატორები ტედ კრუზი და როჯერ უიკერიკი ტვიტერზე მის წინააღმდეგ წერენ. ისრაელში ოფიციალური პირები ცუდი შეთანხმების შესახებ შეშფოთებული გაჟონვებიდან კვირას ოფიციალურ შეჯამებამდე გადავიდნენ. იმ ზარის შესახებ, რომელშიც დონალდ ტრამპმა ურანთან დაკავშირებით დაპირება დადო და ისრაელისთვის ლიბანსა და სხვაგან არსებული საფრთხეების წინააღმდეგ თავდასხმების მხარდაჭერა აღუთქვა, რაც მიუთითებს, რომ ისრაელი შეთანხმების წინააღმდეგ ბრძოლიდან გადავიდა და ახლა ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს არსებული ვითარება.